მგონია რომ ამ ვიდეოს გამოქვეყნებით მტკიცებულებების რაღაცა უკეთესი სტანდარტი არ დადებულა, უნდობლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ ამ ქვეყანაში არის იმდენად მაღალი ზოგადად მართლმსაჯულების მიმართ, რომ ამ ერთი ვიდეოთი ისინი ვერ გადაფარავდნენ ვერანაირად ამ საკითხს. თავისთავად საგანგაშო მგონია ის ამბავი ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ეს დაჭერა, არამედ დინარაძის განცხადებაც იმის თაობაზე, რომ თითქოს ისინი ფლობენ სხვა ინფორმაციასაც სხვა ევროპული ქვეყნების სპეცსამსახურების მუშაობის შესახებ ამ ქვეყანაში. ეს ყველაფერი მე შეგახსენებთ ხდება რა კონტექსტში და რა ფონზე. მათ პრაქტიკულად აგენტად უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად და ასე შემდეგ გამოაცხადეს ამ ქვეყნის ყველაზე უფრო პროგრესული ნაწილი, მე ასე ვიტყოდი, სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი, პრაქტიკულად ყველა ის ადამიანი, რომელსაც კვლევითი, საგანმანათლებლო, კულტურული, სამედიცინო, არ ვიცი, სხვადასხვა სფეროში, კი ბატონო, მათ შორის პოლიტიკური თავისუფლებების დაცვის სფეროში უთანამშრომლია ევროპულ სხვადასხვა ტიპის ფონდებთან, ხო? ანუ პრაქტიკულად ყველა ამ ადამიანს ისინი პოლიტიკურად, რიტორიკის დონეზე ეძახიან აგენტს და ამასობაში ვხედავთ, რომ უკვე დაიჭირეს ადამიანი ამ საბაბით თუ ამ მიზნით, ამ საბაბით. შესაბამისად, მე მიჩნდება ეჭვი, ყველას გვიჩნდება ეჭვი და შიში იმის თაობაზე, რომ თუ დღეს საკუთარი წრეებიდან დააკავეს ასეთი ადამიანი, ხვალ შეიძლება სრულიად უდანაშაულო სამოქალაქო საზოგადოების რომელიმე წარმოადგენს, რომლის უბრალოდ შეხედულებები და პოლიტიკური პოზიცია არ მოსწონს ხელისუფლებას, იგივე ბრალი წაუყენონ. ამიტომაც მე ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ზოგადად ნებისმიერი სისხლის სამართლის დანაშაულს, მით უმეტეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებას სჭირდება მაღალი სტანდარტი. შესაბამისად, მე ამ საქმეს ვეკიდები ამ ტიპის სიფრთხილით, იმიტომ რომ აქ ხედავ პოლიტიკური მიზანშეწონილობის თემას. თან არ დაგავიწყეთ, რომ ამ ადამიანის დაკავება მოხდა მას შემდეგ, რაც თითქოს და რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქეც დააკავეს ჯერ. იმთავით, როდესაც ეს მოხდა, მაშინვე გაგვიჩნდა ყველას ეჭვი, რომ ახლა დააკავებენ, რადგან დააკავეს რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი პირი, შესაძლო კავშირში მყოფი პირი, მომავალში იქნება რომელიმე ევროპულ სახელმწიფოზე მინიშნება და რაღაც არასრულ ერთ თვეში თუ ორ თვეში ეს ყველაფერი ახდა, ხო? ამიტომ და რატომ თქვენი აზრით რაღაცაერთ ახლა თუ ასე განზრახდა იგეგმა, რომ ჯერ რუსეთის ჯაშუში უნდა დაეკავებინათ და ახლა დასავლეთის რომელიმე ქვეყნის, ანუ რატომ დაიგეგმა ასეთი რა? ხო და ამაშია საქმე, რომ ჯაშუშის დაკავებას და ნებისმიერი სისხლის სამართლის დანაშაულის გახსნაც ეს უნდა იყოს დაკავშირებული რაღაცა მტკიცებულებებთან, ახალ გარემოებებთან, გამოძიების ლოგიკასთან და არა პოლიტიკურ მიზანშეწონილობასთან. ჩვენ ვხედავდით ხელისუფლებას, რომელსაც 14 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ნაბიჯი არ გადაუდგამს, შემდეგ შევიდა დასავლეთთან კონფლიქტში, არ ვიცი, მთელი ეს ანტიდასავლური რიტორიკა, ადგილზე მოქალაქეების წინააღმდეგ მიღებული რეპრესიული კანონები და ეხლა უცებ ხედავთ, რომ დააკავეს ადამიანი, რომელსაც ამბობენ, რომ რომელიღაც დიდ ევროპულ ქვეყანასთან თანამშრომლობდა და ეს პოლიტიკა მაგას ნიშნავს და არა სისხლის სამართლის ან რაღაცა ოპერატიული საქმის კულმინაცია, რის შედეგადაც ადამიანი დააკავეს, იმიტომ რომ თუ ეს ანუ რთული წარმოსადგენია, რომ ეს კულმინაციის მომენტი, ანუ ძლაურის დაკავება, მაინდა-მაინც დღეს მოხდა, ხო? დინარაძეს თუ დაუჯერებთ, ეს ყველაფერი მოხდა იმის გამო, რომ რატომღაც მისი მისვლის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული შესაძლებლობები 30 ჯერ თუ რაღაცა რიცხვი თქვა, გაიზარდა. შეცვალა რეალობა აქამდე ჯაშუშის დაკავება არ ანუ ეს მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ანუ ჯერთი შეუძლებელია, ანუ ნებისმიერი სახელმწიფო სამსახურის რაც უნდა კარგი მენეჯერი იყოს დინარაძე ერთი ხელმძღვანელის პირობებში ესე გაიზარდოს რაღაცა მისი შესაძლებლობები და გარდა მაგისა, ანუ ეგ რას ნიშნავს, რომ 14 წელი დინარაძემდე არაფერი უკეთებია. მე დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი მართლა ოპერატიული საქმე არსებობს, მათ შორის რუსეთის ჯაშუშების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს ქვეყანა გაისო რუსული სპეცსამსახურების და გავლენების აგენტების და ამას ჩვენ გვზრუნავთ ყოველდღიურად, ხო? და ამ ფონზე ხა დააკავეს ახალგორის მოქალაქე, რომელიც თურმე რაღაცა რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობდა და ამასობაში სამაგეროდ რომელიღაც ევროპულ ქვეყანაზე ჯაშუშობდა მოქმედი სახელმწიფო. და თან აქვე დღეს როცა კითხვა დაისვა კონკრეტულ სახელმწიფოსთან დაკავშირებით, ითქვა კობახიძის მხრიდან, რომ ჩვენ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას ვუფრთხილდებით და ამიტომ არ კონკრეტდება მოკლედ ეს დიდი ქვეყანა რომ. ანუ ნახეთ, ეს საკითხი კიდე ცალკე საკითხია. მე ზოგადად ხშირად ვახსენებ ხოლმე ამას. არსებობს ეგეთი ციტატა, მიაწერენ
ვუდი ალენს მე მგონი რომ ის რომ პარანოია ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ არ გითვალთვალებენო ის რომ ჩვენ უამრავი შეკითხვა გვაქვს ამ საქმეზე არ ნიშნავს იმას რომ ვინმე X მაგალითად ამ შემთხვევაში უძილაური შეიძლება არ ყოფილიყო ჯაჭვში ხო შეიძლება ყოფილიყო კი და თუ ეს ასეა და თუ ეს ყველაფერი მართლა მტკიცებულებებით როგორც ოცნება ცდილობს რომ ეს ყველაფერი მოგვიდოს ხო თუ ეს ყველაფერი სწორია მაშინ მინიმუმ ჩვენ საზოგადოებას უკვე აქ გვიჩდება ლეგიტიმური კითხვები შემდეგი მიმართულებით პირველი ეს არის რა ტიპის საფრთხე მიადგა რისი კომპრომეტირება მოხდა ამ ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის კონკრეტული ადამიანების და ასე შემდეგ იმიტომ რომ მას რაღაც ტიპის ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი როგორც სახელმწიფო მოხელეს საჯარო მოხელეს და რა ინფორმაცია გადაიცემოდა და თუ მოხდა ამ გადაცემული ინფორმაციის პირების არ ვიცი ობიექტების და ასე შემდეგ რაღაც ტიპის გადაზღვევა ხო ანუ თუ გაუმჯობეს და რაღაცნაირად ეს გარემო ამ შემთხვევაში სახელმწიფო სამსახურებში ვის შესახებაც ეს ადამიანი ინფორმაციას გადაცემდა მეორე რა ბედიელი ამ ქვეყნის მოქალაქეებს საზღვარგარეთ იმ კონკრეტულ ქვეყანაში ხა საჯაროდ რომ არ ამბობენ ეგ იმას ხომ არ ნიშნავს რომ იმ ქვეყანას არ გაუგია რომ მათი ჯაშუში დააკავეს ხო ეგ იმას ნიშნავს რომ იმ ქვეყანამ შეიძლება მიიღოს რაღაც ზომები ჩვენ მე შეგახსენებთ 2006 წელს მაგალითად რუსეთის ფედერაციამ გასაგებია რომ ევროპელები მაგას არ გააკეთებენ მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც ზომებს მიიღებენ და რუსეთის ფედერაციამ გახსოვთ რა გააკეთა ხო ამ ქვეყანას შეუწყვიტა ენერგეტიკული მომარაგება იმ პერიოდში როდესაც ჩვენ მათი ჯაშუშები გამოვავლინეთ და დავაკავეთ და პლუს მოხდა ქართული მთელი აგროპროდუქციის რა ქვია სოფლის მეურნეობის პროდუქციის რუსეთის ბაზრიდან გამოდევნა ხო ანუ ვინმე უნდა გითხრას რომ ამ ევროპულ ქვეყანაში დღეს იქ მცხოვრებ ქართველებს ლეგალურად თუ არალეგალურად ეკონომიკურ თანამშრომლობას რომელიც აქვს ცალკეულ ბიზნესებს, ცალკეულ მოქალაქეებს ამ ქვეყანასთან ემუქრება თუ არა საფრთხე. ინფორმაციის ნაკლებობა კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის, მოკლედ და პოლიტიკურ ჭრილში განსახილველი ამიტომ ხდება და ამიტომ ჩნდება ეჭვებიც. ალბათ გამოჩნდება უფრო მეტი ხელისუფლება რაღაც ნაწილ გვაწვდის ინფორმაციას თითო სიტყვით. მადლობა გიორგი, უნდა დიახ, ეს ნაწილ ინფორმაციის მოწოდებაც რაღაცა კიდევ მეორე პოლიტიკური კამპანიის შტაბის დილებას ტოვებს და გვიტოვებს მე მგონი ობიექტურად ყველას ხო? მადლობა